კეთი თურაზაშვილი ძლიერი საქართველოს ლელოს ერთ-ერთი წევრია ჩვენთან ერთად. ალიკო ელისაშვილის თანამებრძოლი, თანაპარტიელი, კეთი მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ახლა ეს არ ახალია, ამის მოლოდინი თქვენ გქონდათ, კიდევ ერთხელ რომ გვითხრათ, დადასტურდა თუ არა პირველ რიგში ამ პოლიციელის ვინაობა, რომლის სახელი და გვარი მე მაინც სავარაუდოდ მოვიხსენიე და ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, როდესაც შევიდნენ და მეხუთე საპატიმრო დაწესებულებაში რუსთავში ალიკოს გააცნეს დამატებით კიდევ რიგით მეოთხე ბრალი, როგორი იყო მისი რეაქცია? მოგესალმებით ემა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ თემის გაშლისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს ამასთან დაკავშირებით. კი, მართალია, დღეს უკვე მეოთხე ბრალი მოისმინა ალეკო ელისაშვილმა საპატიმროში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ უკვე ღიმილით შეხვდა ამას და მისთვის არ იყო მოულოდნელი ქართული ოცნების მხრიდან მსგავსი ხრიკები, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ერთხელ როგორ დააბრალეს მას ტერორისტობა და მიუსაჯეს 13 წლიანი მსჯავრი, შემდეგ როდესაც საზოგადოების რეაქცია იყო არაერთგვაროვანი და ფაქტიურად თითქმის არავინ ოცნების მომხრეებმაც კი არ დაიჯერეს ალეკო ელისაშვილის ტერორისტობა, მათ მოუწიათ ახალი საქმის გამოგონება, ეგრეთ წოდებული ძაღლების საქმე, სადაც ერთადერთი მოწმე, როგორც თავად ამბობენ, არის ძაღლი და როდესაც ჩვენ მოვიკითხეთ, რომ სად არის ძაღლი, რა მდგომარეობაშია და ასე შემდეგ, უბრალოდ ვერ მოხდა ამ ძაღლის მოძიება. რა თქმა უნდა, მოუწევთ მაგ საქმის შეწყვეტა, იმიტომ რომ რეალურად არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ, თუმცა დღესდღეობით ძალიან აქტიურად იყენებენ და უბრალოდ ეფექტურად იყენებენ მაგ საქმეს იმისთვის, რომ ალეკოს შეუზღუდონ ოჯახის წევრების ნახვა. ეს არის ერთგვარი ხო, ეს მინდოდა მეკითხა, ნახეთ 13 ასე ვთქვათ, ტერორიზმის ბრალდების შემდეგ და 13 წლიანი საპატიმრო სასჯელის შემდეგ, ანუ სხვა ნებისმიერი სისხლის ბრალი უბრალოდ ღიმილის მომგვრელად გამოიყურება. ამიტომ თუ ეს არის მათთვის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, მაშინ ლოგიკური შეკითხვა ჩდება, რომ ამაზე მეტი რა უნდა დაუშავონ, რაც უკვე განაჩენის სახით მის წინააღმდეგ გამოიტანეს. ანუ თქვენი ვერსია არის, რომ ეს ყველაფერი ხდება, რომ მუდმივად ალეკოს წინააღმდეგ იყოს მიმდინარე საქმეები, რომელსაც ჯერ განაჩენი არ არის დამდგარი, რომ მას შეზღუდული კონდეს ხო კომუნიკაცია, ეს რომ ამიხსნათ უფრო დეტალურად. ზუსტად გეტყვით, ეხლა მე როგორ ვხედავ და არა მარტო მე საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ამ ყველაფერს, ერთი რომ ეხლა ამ ძაღლების საქმეს იყენებენ ოჯახის წევრების ნახვა, რომ შეუზღუდონ ალეკო ელისაშვილს, მაგრამ როგორც აღნიშნე, ამ საქმის შეწყვეტა მოუწევთ, იმიტომ რომ ჩიხში არიან, უბრალოდ არ აქვთ მტკიცებულებები. შესაბამისად, კიდევ ახალი ბრალი არის გამოგონებული ამ შეზღუდვების გასაგრძელებლად, მაგრამ მარტო ეგ არ არის. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ასევე საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ ალეკო ელისაშვილი არის დამნაშავე და დამნაშავია თითქოს ცეცხლს უკიდებდა, დამნაშავე აქვს მეორე ცეცხლის წაკიდების ეპიზოდზე, ეგრეთ წოდებულ ძაღლების საქმეზე, მანამდე პროვოკაცია მოუწყვეს და გვახსოვს ჩვენ ბაბაევის საქმე, რომელზეც თითქოს პოლიტიკური ადევნება ალეკოს ბრალდებოდა, მაგრამ რეალურად არავინ როგორც პოლიტიკოს ბაბაევს არ ვიცნობდით, ალეკოს შემდეგ გავიგეთ საერთოდ ამ ადამიანის არსებობა. ხო, ამ საქმეთა სიმრავლე გვაჩვენებს იმას, რომ ალეკო ელისაშვილს უფრო და უფრო ცდილობენ, რომ მის გარშემო შექმნათ ისეთი ვითარება, რომ დააჯერონ საზოგადოებას, რომ ის ნამდვილად ძალიან მძიმე დამნაშავეა და ეპყრობიან კიდეც მას, როგორც მძიმე დამნაშავეს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, როდესაც 13 წელი იყო გადაწყვეტილება ამ მურუსიძის სასამართლოსი, როგორი რეაქცია მოყვა ამას საზოგადოების მხრიდან. ალბათ თქვენს დამეთანხმებით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ძალიან კრიტიკულად არის ალეკო ელისაშვილის მიმართ განწყობილი, ისინიც კი ვერ დააჯერეს იმაში, რომ ელისაშვილი არის ტერორისტი. მართლა ღიმილის მომგვრელი ასყავდა. კი ბატონო, ანუ მე მინდოდა მეკითხა და რა თქმა უნდა ინტერესის საგანს წარმოადგენს, რომ ამ საკმაოდ მძიმე 13 წლიანი საპატიმრო განაჩენის შემდეგ მისი არც თუ ისე მსუბუქი ყოფა საპატიმროში ნამდვილად არ გაუმჯობესებულა, ანუ მისთვის არ გახდა რაღაც გარკვეულწილად ნებადართული, რაღაც ყოველდღიური ყოფითი საკითხები, რაც მანამდე ჰქონდა აკრძალული. ანუ მისი ყოფა ციხეში არ შეცვლილა, ამით აბსოლუტურად? მისი ყოფა ციხეში არ შეცვლილა, იმიტომ რომ ის უკვე არის ყველაზე მძიმე
რეჟიმის დაწესებულებაში შესაბამისად კიდევ რა დაუმატონ. ეხლა რეალურად ამ ახალ ბრალთან დაკავშირებით არის გამასწორებელი სამუშაოები 180-დან 200 დღემდე და მაქსიმუმ 1 წლიანი პატიმრობა. შესაბამისად, ამით ვერაფერს რეალურად ვერ უმძიმებენ, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, ეს არის მუდმივე ზეწოლა ალეკო ელისაშვილზე და ქართული ოცნება იყენებს ძალიან ბოროტად ძალაუფლებას, იმიტომ რომ ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას, როდესაც თავდაპირველად მოხდა ეს ფაქტი, რაც ნახეთ, ხო? თავიდან საქმე აღძრეს ნივთის დაზიანების მუხლით. როგორც კი გამოვიდა შალვა პაპუაშვილი და მან განაცხადა, რომ თითქოს ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი, მაშინვე შეუცვალეს და დაზიანება იყო თუ არ ვწდები, ხო, ასე ფორმულირებული, ხო? როგორ? სხვის ქონების დაზიანების ბრალი იყო წარდგენილი და მე გადაკვალიფიცირდა უკვე. იმიტომ რომ ეს ალეკო ელისაშვილს უკავშირდებოდა, სასწრაფოდ გადააკვალიფიცირეს. მე ფიქრობ და ღრმად ვარ დარწმუნებული და მიმაჩნია, რომ ეს არის ალეკო ელისაშვილის მიმართ მიზანმიმართული ანგარიშწორება იმ ცნობილი ინციდენტის გამო. ანუ მოხვდა ალეკო ახლა ამ ვითარებაში, რომ ის მიმართ შეიძლებოდა რაღაცები დაემძიმებინათ და ტრიბუნასთან მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამას. და იყენებენ მაქსიმალურად მათ ხელთ არსებულ ძალაუფლებას, რომ რაც შეიძლება მეტად დასაჯონ ოპოზიციონერი. მაგრამ მდინარაძე აღარც უსის ხელმძღვანელია და აღარც ძალოვანების მაკოორდინირებელი მინისტრი. პირიქით, განსაკუთრებით ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ის რაც მდინარაძესთან დაკავშირებით ხდება, უბრალოდ არის მცდელობა, სადმე რაღაც შეუქმნან და უმუშევრად არ დარჩეთ და თქვენ რა განცდა გაქვთ? შეიძლება დაუშვათ თუ ასე მოხდა და ოპოზიციის თუ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების მოლოდინები გამართლდა და კობახიძე თავის გუნდთან ერთად ჩამოცილდა ხელისუფლებას, ალეკოს მდგომარეობა ამ ხრივ გაუმჯობესდეს? რა თქმა უნდა, მე მიმაჩნია, რომ გაუმჯობესდება. უბრალოდ ჯერ კიდევ ასე თქვათ, ფაფხურის პროცესია მამუკა მდინარაძე, აგერ რაღაც სამინისტროს შექმნას დაპირდნენ კიდევ. თუმცა კი აქაც დიდი კითხვის ნიშანია. ჩვენ გვახსოვს ლილუაშვილსაც დაპირდნენ რაღაც სხვა თანამდებობას, მაგრამ მე სად აღმოჩნდა, ეგეც ვნახეთ. ამიტომ მე ვფიქრობ, როგორც კი შესუსტდება ის რგოლი, რომელიც დღეს ბოროტად იყენებს ძალაუფლებას ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ყველაფერი დადგეს თავის ადგილას და ეს რაღაც აბსურდული ტერორიზმის ბრალი შეიცვალოს. კარგი, ამ მოცემულობაში გარდა იმ პოლიტიკური ბერკეტებისა და ესეთი საჯარო განცხადებების გაკეთების, კიდევ რა ბერკეტები შეიძლება არსებობდეს, თუნდაც სამართლებრივი. გაქვთ მის უფლებადამცველთან ერთად დასახული რაიმე სტრატეგია, როგორ უნდა გაგრძელდეს ელისაშვილის უფლებებისთვის ბრძოლა, თუ ქვეყნის მასშტაბით არა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ? ცხადია, აუცილებლად ჩვენ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, გასაჭირდება და რა თქმა უნდა, თუ საჭირო გახდა, ჩვენ გავწდებით ქართულ მართლმსაჯულებას, რომელშიც რეალურად სამართლიანობის მოპოვება სამწუხაროდ ოცნების პირობებში შეუძლებელია. კი, გავასაჭირებთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, აუცილებლად ეს უკვე დაგეგმილია და ეს ასეც იქნება. პარტიულ საქმიანობას ბუნებრივია ახლა მთლიანად ჩამოცილებულია, საინტერესოა თქვენ თუ გაქვთ ვინმე საშუალებით, რაიმე ფორმით მასთან პირადად მე მაქვს მასთან კომუნიკაცია, როგორც იურისტს, როგორც ადვოკატს და როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს. მეც მის დანარჩენ ადვოკატებთან ერთად, რა თქმა უნდა, შემიძლია მისი მონახულება და ვაკეთებ კიდეც ამას და ჩვენ ვსაუბრობთ აბსოლუტურად ყველა მისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე და მინდა გითხრათ, რომ ის შეიძლება ესე ჩამოშორებულია, მაგრამ ყველაფრის საქმის კურსია, რაც მიმდინარეობს კოალიციაში. კარგი, პოლიტიკურ განცხადებებს რაც მე არ მახსენდება, ნაკლებად აკეთებს ხოლმე. ბოლო პერიოდში არ მსმენია. რას ფიქრობ შექმნილ ვითარებას შეგიძლიათ მითხრათ? არის ძალიან მხნეთ, არის ძალიან იმედიანად და თვლის, რომ ყველა საშუალებით და ყველა ასპარეზზე ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. და რასაც ვაკეთებთ კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩემი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ელისაშვილი არის დღეს საპატიმროში, პარტია აგრძელებს ბრძოლას, ვაგრძელებთ მოქალაქეებთან შეხვედრებს, ვაგრძელებთ მასთან უშუალო კომუნიკაციას, ასევე კოალიციის ფარგლებში ხედავთ, რომ ჩვენი ლიდერები დადიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და ხვდებით მოქალაქეებს და ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ
ქართული მოსახლეობა, საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ერთადერთი გამოსავალი, აი ამ ძალიან მძიმე ვითარებისა, რაც რეალურად დღეს არის ქვეყანაში, ერთადერთი გამოსავალი არის სამართლიანი არჩევნები და მთავარი არის, რომ საზოგადოება დარწმუნდეს ამაში და მთავარი არის, რომ საზოგადოებიდან მიუვიდეს სიგნალი ქართულ ოცნებას, რომ მას უბრალოდ გაყარბების არანაირი რესურსი აღარ დარჩება, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა მოითხოვოს სამართლიანი არჩევნები. აი ჩვენ ეს გვესახება მთავარ ამოცანად და რეალურად მიუხედავად იმისა, რომ ალე კვალისაშვილი საპატიმროშია, კოალიციის ლიდერებს ასევე ემუქრებათ და ეხლა დროებით თაროზე შემოდეს საქმე, მაგრამ გვეუბნებიან, რომ სექტემბერში გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან მძიმე სურათი, ხო რეალურად შექმნილი პარტიების აკრძალვით გვემუქრებიან, ასე შემდეგ, მიუხედავად მაგისა, პარტია აგრძელებს და კოალიცია აგრძელებს ძალიან აქტიურ მუშაობას ყველა ფლანგზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი, ასევე ჩვენს მოქალაქეებთან მუშაობას, ასევე ვამზადებთ საკონსტიტუციო არჩევნს ემიგრანტების ხმის უფლებებთან დაკავშირებით და ასე რომ ყველა ასპარეზზე ვიბრძვით და გავაგრძელებთ. რამდენად ხშირად გაქვთ ხოლმე მისი ციხეში მონახულების შესაძლებლობა? ყოფილა შემთხვევა, რომ თვეში 4-ჯერაც მინახავს, ანუ კვირაში ერთხელ, ზოგჯერ 2 კვირაში ერთხელ გააჩნია. გაქვთ ხოლმე გულახდელი საუბრები თუ არ იძლევა საკანი და ზოგადად საპატიმრო დაწესებულება ამის შესაძლებლობას, რადგან შესაძლებელია მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის. მაინც ვახერხებთ კომუნიკაციას, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ მე და ალეკო ვართ თანამებრძოლები, ჩვენ ფაქტიურად ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, დიდი ხნის მეგობრები ვართ და შესაბამისად შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაფერზე, ისე რომ ეს მხოლოდ ჩვენთვის სიმართლე გითხრათ არა. არ ნანობს არაფერს, იმიტომ რომ თვლის, რომ ეს იყო მის მიერ განხორციელებული პოლიტიკური აქტი ყველა იმ უსამართლობის შემდეგ, რაც თუნდაც მასთან დაკავშირებით ჩაიდინა რეჟიმმა და ასევე სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით ალეკო ძალიან განიცდიდა სინდისის პატიმრების რაოდენობას და განსაკუთრებით განიცდიდა არასრულწლოვან სინდისის პატიმრებს, ძალიან ბევრ გამწარებულ დედას სასამართლოს ეზოში, თავად ძალიან ხშირად დადიოდა პროცესებზე და შესაბამისად აი ეს ემოციური ფონი და კიდევ ის რაც თვითონ ალეკოს შეემთხვა ქართული ძალოვნების მხრიდან, ხო, არაერთხელ ნახეთ, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი, მასზე არაერთი დეპუტატი თუ პოლიციელი ვნახეთ, როგორ გამეტებით ძალადობდა, პირდაპირ ეთერში ვნახეთ, კანცელარიის წინ ვნახეთ, გონება დაკარგული იყო ალეკო უკვე თითქმის ორმა პოლიციელმა რკინის ბოც რომ დააჯახა, ფაქტიურად გაიმეტეს ადამიანი. აი ეს ყველაფერი იყო და ერთი ადამიანიც კი არ არის გამოკითხული ამ საქმეებზე, ხო? აი შერჩევითი სამართლის, რა ვიცი, ისეთი საოცნებო მაგალითია, რომ მე უნდა ასწავლონ ამ მიმართულებით ბავშვებს, რომ აი როგორი არ უნდა იყოს სამართალი სახელმწიფოში. ამაზე თუ კი ვინმეს შეუძლია ასევე ხმა ღიმაღლოს და საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთოს, თქვენი კიდევ ერთი ყოფილი თანამებრძოლია, რომელიც ასევე საკუთარი მანდატიდან გამომდინარე დადის, როგორც ვიცით, ალეკოს მოსანახულებლად ციხეში. გულისხმობ ლევან იოსელიანს, სახალხო დამცველს. შორს არ წავალ მისი ბოლო რეაქცია, მოდი ასე ვიტყოდი, 13 წლიან განაჩენთან დაკავშირებით, მწვავე კრიტიკის საგანი გახდა, მან კონკრეტულად თან თქვა, თან არ თქვა, მაგალითად მოიყვანა, მაგალითად წინა ხელისუფლების დროს თანამდებობაზე მყოფი პირები, ვისაც გაცილებით უფრო მძიმე ბრალი ჰქონდათ წარდგენილი, მაგრამ არც ერთის შემთხვევაში არ დამდგარა 13 წლიანი განაჩენი. ვანო მერაბიშვილი და ჩამოთვალა სასჯელი 6 წელი და 9 თვე, ზურაბ ადეიშვილი 6 წელი, დავით კეზერაშვილი 5 წელი. ბაჩო ახალაია 9 წელი, მეგის ქარდავა 9 წელი და იქვე ალეკო ელისაშვილის 13 წელი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს იყო თუ არა, არა მხოლოდ სახალხო დამცველის, არამედ თქვენი ასევე ბავშვობის მეგობრის, თქვენი თანამებრძოლის და მე დარწმუნებული ვარ, ალეკოსაც თქვენს გუნდს ძალიან დიდი წვლილი მიგიწვით იმაში, რომ დღეს ეს ადამიანი ამ პოსტს იკავებს, ხო? თქვენ ერთად იყავით პოლიტიკურ ბრძოლაში წლების განმავლობაში. იყო თუ არა ეს საკმარისი რეაქცია? მე ძალიან გულწრფელად ვისურვებდი გაცილებით უფრო მწვავე, ხისტ, პირდაპირ და მკაცრ სახალხო დამცველს დღეს საქართველოში იმ ფონზე, როცა მასიურად ხდება ადამიანების უფლებების
დარღვევა სამწუხაროდ. მე არ ვისაუბრებ მხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდან, მხოლოდ ალეკოს გადმოსახედიდან. ზოგადად საქართველოში იმდენად მასშტაბურია ადამიანების უფლებების დაცვა, რომ ვფიქრობ, რომ განგაშის ზარი უნდა კონდეს ატეხილი სახალხო დამცველს და მე ვისურვებდი, რომ მან ეს შეძლოს და საბოლოო ჯამში ვიხილოთ ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც დღეს ქვეყანას სჭირდება. გეტყვით გულწრფელად, რომ კი, ეს რეაქცია ნამდვილად არ იყო საკმარისი, გაცილებით მწვავე რეაქცია ჰქონდა იმ ადამიანებს, როგორც წეღან აღვნიშნე, ვინც კრიტიკულად არის ალეკოს მიმართ განწყობილი, ვინც დაპირისპირებულიც იყო პოლიტიკურ ასპარეზზე ალეკო ელისაშვილთან, მაგრამ მათაც კი ძალიან გულწრფელად გამოხატეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად შეუსაბამო მსჯავრი ალეკოს მიმართ. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თქვენ არ გქონდათ შესაძლებლობა ეს პირადად გითქვათ ლევან იოსელიანისთვის, თუ ასე არ არის? არა, ვიქნები ძალიან გულწრფელი და რომ რამდენიმე თვე მასთან მე უბრალოდ კომუნიკაცია არ მქონია, შესაბამისად ვერც ამ საკითხზე ვერ მოახერხეთ საუბარი. ზუსტად იმ პერიოდში გადაწყვეტილება როცა გქონდათ სურვილი ამის თუ თვითონ ვერ მოახერხა შეხვედრა? გეტყვით ნახეთ, როდესაც თვითონ გადაწყვეტილება იყო მიღებული 13 წლიანი მსჯავრი, თვითონ არ იყო საქართველოში, თუ სწორად მახსოვს იყო ბრიუსელში, შესაბამისად ეს სწრაფი კომუნიკაცია ვერ მოხდა. შემდეგ უკვე განვითარდა მოვლენები ისე როგორც განვითარდა, მე ვნახეთ უკვე ეს მისი განცხადება და რა ვიცი. კეთი, თქვენ იურისტი ხართ და პოლიტიკოსი, იურისტი და ძალიან ბევრი გვინახავს საკითხი, როდესაც თქვენ ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობდით, ხომ? ანუ როგორ ფიქრობთ, აი კიდევ რა ინსტრუმენტი იყო ახლა ლევან იოსელიანის ხელში, რომლის გამოყენებაც შეეძლო მაგალითად ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით. მე რაც მოვისმენე, არ ვიცი რამდენად სწორად მახსოვს, ის ამბობს, რომ მაგალითად მას ჰქონდა შესაძლებლობა პაატა მანჯგალაძის საქმესთან დაკავშირებით საქმის მასალები გამოეთხოვა და შესაბამისად უფრო იაქტიურა, როგორც სახალხო დამცველს, ანუ სასამართლოს მეგობრის სტატუსით შესულიყო აი პაატა მანჯგალაძის საქმეში, რის უფლებას და შესაძლებლობასაც მოკლებული იყო ელისაშვილის შემთხვევაში. ასია ეს თუ თქვენ ახლა უკეთესად არა, მოკლებული არ იყო და ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით მზადდება კიდეც მსგავსი სასამართლოს მეგობრის სახელით, ასე ვთქვათ, მსგავსი დოკუმენტი. როგორც მაქვს ინფორმაცია, მზადდება და ვნახავთ ყველა. მზადდება, ანუ სახალხო დამცველი ამ ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, კი, მზადდება. და ვნახავთ ყველა ერთად. ხო, შევა სასამართლოში და ეს რაღაც იმედის მომცემი შეიძლება იყოს ამ საქმესთან მიმართებაში? ძალიან გულწრფელი ვიქნები და რადგან თვითონ პაატა მანჯგალაძისთან დაკავშირებით ამას უბრალოდ ყურადღებაც არ მიაქციეს, მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების მხრიდან იგივე რეაქცია იქნება, რომც მიმართოს, ამ შემთხვევაში შეიძლება ამას არ მოყვეს დიდი რეაგირება მათი მხრიდან. და ვფიქრობ, რომ ეხლა ეს ამ ეტაპზე ალბათ არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ყველამ გავაცნობიეროთ ის, რომ ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი და სამართლიანი სასამართლოს იმედი ქართული ოცნების პირობებში იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რაც მიღებულია ბოლო 2 წლის განმავლობაში სულ მინიმუმ, ხო, არანაირად არ შეიძლება რომ გქონდეს. შესაბამისად, ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ უნდა შეიცვალოს ეს მოცემულობა. მოცემულობა უნდა შეიცვალოს ქართული ოცნების შეცვლით, ახალი სამართლიანი არჩევნებით და შესაბამისად, ყველამ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, რომ მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნები. მადლობა, კეთი.